მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. ვიწყებთ ახალ ვლოგს და გავატაროთ ტრადიციულად დღე ერთად. დავიწყოთ საუზმის მომზადებით. დღეს საუზმეთ მინდა რომ მოვამზადო ბრიოშის კრუასანები. რამოდენიმე დღის უკან გავსინჯე კაფეში და ძალიან მომეწონა. საერთოდ მე ბრიოში და ფუნთუშები არ მიყვარს, ხან ისე ვამზადებ ხოლმე სახლისთვის, რომ არც ვსინჯავ ფუნთუშებს, რადგან რბილი რაღაცები არ მიყვარს მოკლედ. მაგრამ ეს იყო უგემრიელესი და გადავწყვიტე, რომ სახლშიც მოვამზადო. კრუასანები იყო ყვითელი ფერის, ამის გამო მივამსგავსე რაღაცით ჩვენს პასკას, არ ვიცი იქ რა დავუმატეს, მაგრამ მე დღეს დავუმატებ ცომში კურკუმას, საერთოდ რეცეპტში არ შედის კურკუმა. ავიღე შაქარი, ფქვილი, აუცილებლად დავდებ ზუსტ პროპორციებს ინფობოქსში, გამდნარი კარაქი, 2 კვერცხი, ვანილი და საფუარი. ამ ყველაფერს მოვზელ ჩემი ცომის აპარატით. ცომის მოზელვა რა თქმა უნდა შესაძლებელია ასევე ხელითაც, არ არის აუცილებელი აპარატის გამოყენება, ასევე გამოვიყენეთ თბილი რძე, რაც ინგრედიენტების ჩამონათვალში არ მიხსენებია, რადგან ამ დროს რძე იყო მიკროტალღურ ღუმელში და ასევე დავამატე მწიგვი მარილიც. მოვზილე ცომი და დავდეთ თბილ ღუმელში 1 საათით, რომ ცომა კარგად დაისვენოს და ამოვიდეს. ახლა არის შაბათის დილა, დილიდან გადავწყვიტეთ გარეთ გასეირნება. გუშინ კარგი ამინდი იყო და დღესაც მზის თვალი ჩანს, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ დღესაც გავიდეთ მოკლედ გარეთ სასეირნოთ. იქიდან გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მაღაზიაში შევიდეთ და წყალი წამოვიღოთ, რადგან გუშინ ვიყავით მაღაზიაში და წყალი დაგვავიწყდა, ამიტომ წყალი აუცილებელია, რადგან ხვალ კვირა დღეს მაღაზიები არ იმუშავებს. ბავშვებმა ისაუზმეს, გავიდა 1 საათით, ჩემი ცომიც ამოფუვდა და ახლა გავაკეთებ კრუასანებს, მივცემ ფორმას, დავდებ ღუმელში და გავალთ სასეირნოთ. ავიღე ცომი, გავჭერი 2 ნაწილად, შემდეგ ვაბრტყელებ, ვაძლევ ფორმას, ვჭრი და შიგვდებ შოკოლადის წვეთებს, შოკოლადის გემოსთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ზუსტად ისევე დაადნება შიგნით შოკოლადი, როგორიც მე გავსინჯე რამოდენიმე დღის უკან. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. მზად ცომებს გადავაფარი ზემოდან ფოლიე, ჩავდე ისევ თბილ ღუმელში, რომ კიდევ კარგად ამოფუვდნენ და დაისვენონ და ჩვენ გავედით გარეთ. სიმართლე გითხრათ, საშინლად ციოდა, ჩვენ ვიყავით ძალიან გაზაფხულით, კი არა და გამოზაფხულებულად ჩაცმულები, მოკლე მკლავეებით და მოკლედ გავიყინეთ. ერთადერთი მიზანი გვქონდა, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად წავსულიყავით მაღაზიამდე, არც გაგვისეირნია უბრალოდ მაღაზიაში
წავედით სახითლებზე. ამჯერად მივდივართ პენის მაღაზიაში, აქ აქვთ აქცია, ასეთ სტიკერებს აგროვებ და შეგიძლია შემდეგ ჭიქების აღება. თითო ყუთში დევს 2 ჭიქა და ღირს €50 თუ შეაგროვებ სასურველ სტიკერებს. მოკლედ წყალზე შევედით და ყველაფერი ავიღეთ. როგორც ყოველთვის დატვირთულები წამოვედით სახლში. ბარემ სტიკერებიც წამოვიღე, ვიცოდი რომ პენიში მივდიოდით და ასე გამოიყურება ჭიქები. აქვთ ასევე ბაკლებიც, ოღონდ ბაკლები არ მინდა, არჩევანს ვაკეთებდი აი ამ გრძელ წვენის ჭიქაზე და პატარა ჭიქაზე. მოკლედ ბოლოს გრძელი ჭიქა ავიღე, ამჯერად 2 ყუთი. სახლში კიდევ მაქვს სტიკერები და მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ავაგროვო. ეს აქცია გრძელდება ივლისამდე და დიდი იმედი მაქვს რომ 10 ჭიქას მაინც შევაგროვებ. სახლში დაბრუნებულს კრუასანები ასეთი გაფუმფულებული დაგვხვდა, ზემოდან წავუსვირძე და ჩავდე წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 10-11 წუთით. იქამდე უცებ დავაბინავებ, რაც ვიყიდეთ, სანამ კრუასანები ცხვება, ავიღეთ პომიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, ბარემ გავრეცხავ და ჩავდებ მაცივარში. დიდხანს ვიფიქრე თუ რა მომემზადებინა დღეს სადილი და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ შეგვეწვა ქათმის ბარგლები კარტოფილთან ერთად, ოღონდ ღუმელში არა, ტაფაში, რადგან დიდი ხანია ასე არ შემიწვია ქათამი და ბარემ გამოვიღებ გაყინულ ხორცს, უпростоრად გაყინულ ბარგლებს და ჩავდებ წყალში რომ გალღვეს. I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're what my mind painted. And I don't wanna lose what we've got tonight, baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heartbeat to save it, 'cause your love's underrated. Your love's underrated. Deep in my heart, I know you're irreplaceable. Together, unstoppable. And I feel your frequency, feel your love around me. I'm drowning in my mind. კრუასანებიც გამოცხვა, ზემოდან ვასხავ შოკოლადს, რადგან ის კრუასანი, რომელიც მე გავსინჯე, იყო შოკოლად მოსხმული და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა თუ მოვასხავდი შოკოლადს. მოკლედ მომზადე ჩაიც და გემრიელად ვისაუზმეთ. Deep in my heart, I know you're irreplaceable. Together, unstoppable. And I feel your frequency, feel your love around me. დღეს დილიდან სადღაც 8:30 იყო, რომ მოგვიტანეს ეს ამანათი. როგორც ხედავთ, გოჩა ჯერ კიდევ პიჟამოებშია. ეს არის სარბენი ბილიკი, რომელიც მთელი ოჯახით და თითქმის ყველას მთელი გულით გვინდოდა. დიდი ხანია ვგეგმავთ სპორტ დარბაზში წასვლას და სპორტით დაკავებას, დროის გამო ხან არ შეგვიძლია და მოკლედ ყველა რომ ვერ ვახერხებთ წასვლას, ამიტომ ვიფიქრეთ რომ სპორტი მოგვეტანა სახლში. ჩემთვის ჯერჯერობით არ შეიძლება სირბილი, მაგრამ მშვენივრად დღეში 9 საათი დავდივარ და სიმართლე გითხრათ,
ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ეს მთელი ოჯახისთვის სიამოვნებით ვარჯიშობთ ბავშვებიანად, მოკლედ დიდიან პატარიანად და ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც კარგია, რადგან ყოველთვის ვერ ვახერხებ გარეთ გასვლას, თან ეს ბოლო ხანია მუცელი ძალიან გამეზარდა და წელის ტკივილები მაქვს, ამიტომ ვერ ვახერხებ ყოველ ჯერზე გარეთ გასვლას და აქ ვივლი ხოლმე, მაინც იქნებ ცოტა გავხდე მაინც. ამ კვირაში კიდევ რამოდენიმე ახალი შენაძენი გვაქვს სახლისთვის და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ, შევცვალეთ ვანის სარკე, ალბათ გახსოვთ რომ ვამბობდი თუ როგორ მინდოდა რომ შემეცვალა ეს სარკე და სარკე იყო მიბმული ელექტროენერგიასთან, მოკლედ ძლივს მოხსენით, ის სარკე გადავაგდეთ და ახლა ჩვენს სააბაზანოს ეს ულამაზესი კარადა დაამშვენებს. ასევე მოვიდა კამოდის შემოსასვლელისთვის, ასეთი კამოდის დადგმა გადავწყვეტეთ შემოსასვლელში, რადგან მინდა რომ ბავშვის რაღაცეები ჩავდოში, კი უხერხულია თვითონ ბავშვისთვისაც და ჩემთვისაც, რომ შემოსასვლელში იდება მისი ნივთები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. კი მაქვს ოთახში კამოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატარა იქნება და არ ეყოფა, რადგან უკვე როგორც ხედავთ დევს ბავშვის ტანსაცმელები, ჩემმა დედამთილმა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ორსულად ვარ, ნახევარი გერმანიის ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი შეიძინა, ამიტომ არ ვიცი სად დავდო მართლა და ვფიქრობ რომ აქ იქნება თბილი ტანსაცმელი, დიდი ტანსაცმელი, ასევე ადიელები და ასე შემდეგ, ხოლო იმას, რასაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ჩავდებ ჩემთან ოთახში კამოდში, რომელიც უკვე გავანთავისუფლებ. ამ კამოდში ტანსაცმელი უბრალოდ ჩავაწყე, უბრალოდ დაკეცილია და დევს, არ არის გარეცხილი და გამზადებული. ალბათ ერთ-ორ თვეში გამოვიღებ, ყველაფერს გავრეცხავ, დავაუთოვებ და მივცემ ყველაფერს თავის ადგილს. ეს კამოდი 2 დღის უკან ავაწყეთ, ამიტომ არ მქონდა ჯერ გაფორმებული და თქვენთან ერთად გავაფორმე. დავაწყე სურათები საოჯახო, ადრე სხვათა შორის არ მიყვარდა აქეთ-იქით ოჯახის სურათები რომ იყო და მას შემდეგ რაც საფრანგეთში ვიყავით ჩემებთან და დედაჩემს ყველგან ჩვენი სურათები უდევს, მოკლედ წამხედურა რომ ვარ, იგივე გავიმეორე და ახლა თითქმის ყველგან მიდევს ოჯახის სურათები. დალაგების კადრები არ გვექნება დღევანდელ ვლოგში, რადგან მთელი ოჯახით დავალაგეთ, ზოგი რას აკეთებდა, ზოგი რას და ასე უცებ მოვრჩით მთელი სახლის დალაგებას. ახლა გადავედი უკვე სადილის მომზადებაზე, როგორც უკვე გითხარით, ვაპირებ ქათმის შეწვას კარტოფილთან ერთად და ასევე გადავწყვიტე, რომ მომემზადებინა სტაფილო ნიგვზით. სხვათა შორის სახლში პირველად ვამზადებ ასეთ სტაფილოს და დიდი იმედი მაქვს, რომ გემრიელი გამოვა. ისე ყველაფერი მაქვს ნიგოზში ნაცადი, ეს იყო ერთადერთი და გადავწყვიტე, რომ ესეც გამემეორებინა. დავჭერი ხახვი, გადავიტანე ტაფაზე, ასევე დავჭერი წვრილად სტაფილო, დავუმატე ხახვს, დავუმატე კიდევ ბულგარული წიწაკა, მე ავიღე მხოლოდ წითელი, რადგან მხოლოდ წითელი მქონდა, ასევე უხდება მწვანეც და დავდგი ცეცხლზე რომ მოითუშოს. დავუმატე ასევე ცოტა წყალიც და დაბალ ცეცხლზე მოიშუშა, მანამ სანამ თვითონ სტაფილო არ დარბილდა, შემდეგ გადავიტანე გვერდზე და აუცილებელია რომ ოდნავ შეგრილდეს. ამასობაში ხორცი შეიწვა და ამავე ტაფაში ქათმის ცხიმში შევწვავ კარტოფილსაც. ასევე ნიგვზიან სალათებს და ნიგვზიან კერძებს ძალიან უხდება მჭადი და ვიფიქრე რომ ბარემ სანამ კარტოფილი შეიწვება მჭადსაც მოვტაფავთქო და მჭადებიც გამოვაცხე. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing, so amazing.
ახლა მოვამზადოთ თვითონ სტაფილო, დავუმატე სვანური მარილი, უცხო სუნელი და ხმელი ქინძი, ასევე გამოვიყენე ასეთი დაბქვილი ნიგოზი, მაღაზია EDEKA-ში იყიდება და იდეალურია ასეთი კერძებისთვის. არის უკვე დაბქვილი და აღარ საჭიროებს ზედმეტ გატარებას და ასე შემდეგ. დავუმატე ასევე წითელი პაპრიკა, კარგად ამოვურიე და სიმართლე გითხრათ, მწვანე ლის დამატება დამოვიწყდა, ამიტომ თეფშზე რომ გადავიტანე, შემდეგ დავუმატე. და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, დავუმატე 1 სუფრის კოვზი ძმარი. თუ მე სტაფილოს აიღებთ, მაშინ 2 სუფრის კოვზი ძმარია საჭირო. თითქმის ყველაფერი მზად არის და დავიწყე მაგიდის გაშლა, რა თქმა უნდა, ლამაზად. მე მხოლოდ თეფშები დავაწყე, ხოლო დანარჩენი ბავშვებმა გაშალეს კადრს მიღმა, სანამ მე სამზარეულო მივალაგე და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად. საღამოს ქოჩას ვაფლის ნამცხვარი მოუნდა, არ ვაპირებდი დღეს დესერტის მომზადებას, რადგან კრუასანებიც იყო და გოჩას ძალიან უნდოდა ეს ვაფლის დესერტი, რადგან დღეს ვიყიდეთ ეს ვაფლის ფირფიტები და მოკლედ შემჭამა, რატომ არ ვაკეთებთო და ბარემ ესეც მოვამზადეთ. გოჩამ გამითქვიფა კარაქი, შედედებულ რძესთან ერთად, შემდეგ წავუსვი ფირფიტებს და მოკლედ ეგრევე დავჭერით და ეგრევე შეიჭამა. სულ იყო 12 ფირფიტა და მომზადების დროს მივხვდი, რომ ძალიან მაღალი გამოდიოდა ჩვენი ნამცხვარი, ამიტომ მოვამზადე 2, 1 ნამცხვარი მოვამზადე 7 ფირფიტისგან, ხოლო მეორე 5 ფირფიტისგან და 1 გავაკეთეთ როგორც ტორტი, ხოლო მეორე როგორც უბრალოდ ვაფლები. I don't wanna love you when I'm fading. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight, baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need a saving, 'cause your love's underrated. Your love's underrated. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.